ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია. ფაქტია, რომ თავარი რასაც უფრთხის დღეს ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა და ძალიან აფრთხობთ, როგორც ჩანს, ის სიმართლე, რომელიც საბოლოო ჯამში ესმით და რომლის გამოც ის მთელი პროპაგანდა, რომელიც მოქოქილი იყო და მილიონობით იხარჯებოდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ეს პროპაგანდა არ მუშაობდა. არსებობს კარგი სიტყვა ფარისეულობა. უნდა მიხვდეთ, რა ფარისეულობა არის ევროპარლამენტში, რა ფარისეულობა არის ბრიუსელში, რა ფარისეულების ხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს პარლამენტს, აკრიტიკებდნენ და თავდასხმის ობიექტი იყო საქართველოს პარლამენტი იმის გამო, რომ შეეცადა რომ მედიის რაღაც ელემენტარული წესები ყოფილიყო პარლამენტში, რომელიც არის 10-ჯერ უფრო მსუბუქი, როგორც აღმოჩნდა, ვიდრე ევროპარლამენტში იყო. და როგორ ბედავდა ეს ხალხი საქართველოს პარლამენტს თავს ესმოდა. სანამ ევროკავშირი არ გათავისუფლდება მსგავსი ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ სუვერენიტეტის, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას, ადამიანების მიმართ ზიზღით მოქმედებენ და ცდილობენ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, მანამ რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დაგვარწმუნებენ იმაში, რომ ასეთ ევროკავშირში ყოფნა რაიმენარის სარგებლოს მოუტანს ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ სადაც არიან ქართველი ხალხის მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი. და არაფრით არ განსხვავდება, ესთეტიკაც კი იგივე არის. აი იგივე რაც ჩვენ გვესმოდა 99 წელს, როცა გაიმართა 1999 წელს სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ და რა თავდასხმებიც მაშინ იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ ყრილობაზე მოსკოვში. ზუსტად იგივე ხდება დღეს ბრიუსელში. მოლდოვისგან სიმართლე მე არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში ზოგადად მედიის შეზღუდვა ეს ფაქტი არის, თვითონ შიდა მოლდოვური მედიის შეზღუდვა, რამდენიმე მედია ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე და ყველგან რა თქმა უნდა ეს გამართლებას პოულობენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და პრორუსული. მარტივია, მიაკერო იარლიხი, როგორც 100 წლის წინ აკეთებდნენ ამას, მიაკერებ იარლიხს, ვინ არის შენი გამკითხავი ხან მოლდოვის პრეზიდენტს, ვინ გაკითხავს ტარს უკრავენ წითელხა, იტყვის რომ ამას დახჭობა, ამას დახვეტა, ამას ჩამოხრჩობა. არ არის არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არ არის, არანაირი აქვია ინსტანცია, რომელიც ამას გადაწყვეტს, მიაწებებენ იარლიხს, ვისაც რა უნდა. ევროკავშირის ელჩმა გითხრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ჰქონდათ ღონისძიება, სადაც მათ თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიო ზიანდებით, იმიტომ სანქციებს უწესებთო და ამიტომ საქართველოს სანქცია დაწესებული არ აქვს და იმ ზიანს ვერ იღებს და რას ქვია ეს რა არისო. იმიტომ რომ არადარდებს ევროკავშირისაც რა მოუვა საქართველოში, თქვენ რა გონიათ 9 მაისს დახარჯეს ამხელა თანხა ის რა ქვია პავილიონში მოაწყეს ზეიმი, რაიმე ადარდებთ გონია აი ამ ფოჩიანი კამფეტების და ფერადფერადი ფოტოების გარდა და იმ ანტისამთავრობო მიტინგის გარდა, რომელიც 9 მაისს ჩაატარეს თბილისის შუაგულში და ერთი სიტყვა არ ახსენა არც ევროკავშირის ელჩმა, არც ხვებმა 9 მაისის გამარჯვებასთან დაკავშირებით და ჩვენი ვეტერანები და ჩვენი ჯარისკაცების 300,000 ჯარისკაცის სისხლი ერთხელ არ ახსენეს ამ ღონისძიებაში, მაშინ როდესაც მთელი ქვეყანა 9 მაისს აღნიშნავდა. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ მათ თვალში ვართ მხოლოდ ინსტრუმენტი და იარაღი და ასე გვიყურებთ.